პარტია თავისუფალი საქართველოს წარმოადგენს ის. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბოლო პერიოდის რამდენიმე ამბავზე მინდოდა თქვენი კომენტარი მოესმინა ჩვენ აუდიტორიას. პირველი ეს არის ჩხუბი პარლამენტში, შეიძლება ცოტა მოძველდა ჩვენი აუდიტორიისთვის, მაგრამ დღეს ამ თემაზე ახალი კომენტარი იყო შალვა პაპუაშვილის, რომელმაც თქვა რომ გახარიას გუნდმა თავად წამოიწყო კონფლიქტი, ჯობია შეეშვან წუწუნს და გააგრძელონ საპარლამენტო საქმიანობა. როგორ გამოიყურებოდა თქვენ არ ხართ, ასე ვთქვათ, უცხო არ არის საპარლამენტო საქმიანობა თქვენთვის, საპარლამენტო მუშაობა. მადლობა დიანა პირველ რიგში მოწვევისთვის და მე მინდა ყველა ქართული ოცნების ყველა მხარდაჭერს ვთხოვო რომ უსმინეთ კირცხალიას დღევანდელ ბრიფინგს, იმიტომ რომ საპარლამენტო გუშინდელს მე მგონი. ხო, რო იყო ეს რომ ორსულობის ტესტებიო. მე ვიყავი პარლამენტის წევრი და პარლამენტის ჩხუბებშიც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ მსგავსი გულისამრევი ჩხუბი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში არა და იქ ძალიან ბევრი რამე იყო გულისამრევი, მაგრამ მსგავსი არაფერი არ მინახია. ჯერ ერთი მინდა გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში, რა ვიცი, თუ მიჩხუბია 1-1-ზე ან 1-2-ზე ან 2-2-ზე. ის, რასაც ჩვენ უყურებდით, ხო? ამას პარლამენტში კი არა. ამას ვერ ნახავთ სახაშის ეზოში, რომ ლოთები ჩხუბობენ, რაც ჩვენ ნახეთ, რომ 7 ადამიანს, საიდანაც 4 ქალი იყო, წასეული იყო, რაც დაეტია. 60-70 კაცი იყო მის ირგვლივ, თუმცა ფიზიკურად ვერ მივიდნენ ალბათ, თორემ ალბათ 130-ვე წაესეოდა. მსგავსი არაფერი. აი, ნაციონალური მოძრაობის პარლამენტს ვიხსენებთ, თუმცა გახსოვთ კადრები არის ჯაბას დროინდელ პარლამენტშიც რო იყო ჩხუბი. ესეთი გულისამრევი არაფერი არ მინახია. იმელი შენობაში პარლამენტი ყველაზე ჭრელი, ყველაზე ხმაურიანი, გენეტიკურად ვიცავად, რა ვიცი, აი პირველი ჩხუბი, პირველ კლასში, მეორე ჩხუბში რო იჩხუბებ, სულ ყოველთვის ესეა, კლასზე ჩხუბობს თუ კლასის შიგნით ჩხუბობს თუ მე რაღაც სხვა, რომ ორი კაცი თუ გაგიჟდე, პროპორციის გარდა დიანა რომ გაშველება, ხო, რატო არის, რომ ერთი თუ გაგიჟდა და ორი თუ გაგიჟდა, დანარჩენებმა უნდა, ასე ვთქვათ, ჩადგნენ შუაში. რაც ჩვენ ნახეთ, მსგავსი ჩხუბი. აი ეს უბრალოდ რატო მინდა, რატო ამბობ რომ ქოცების მომხრეებმა უყურეთ. აი ეგ არის თქვენი ქართველობა, თქვენი ამორალური სახე. მე ხა აკადემიური მხრიდან თუ შევხედავთ, ხა ისიც მინდა გითხრათ, რომ პარლამენტში თუ ჩხუბობდით, ნაცებს ყავდათ იქ ვიღაც კირკიტაძე და 1-2 ვინც მაგისთანაა ასე ვთქვა და მოყავდათ სხვათა შორის გარედან ვიღაცეები იმ კირკიტაძეს, მაგრამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო ბეჟაშვილი და ხა რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს ლევანი, მაგას როგორ ვიტყვი რომ ვინმესთვის ხელი გაურტყია და აკადემიური და როგორი პიროვნება არის იცნობთ ჩემზე, კარგად მივხედავთ თავის პოზიციას. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც სკამიდან სკამზე დახტოდა. მათ შორის პატრიარქის სკამი ყოფილა ერთ-ერთი. ეს 92 წლის პარლამენტშიც კი როდესაც პირდაპირ კანონიერი ქურდები იჯდა რამოდენიმე იმ პარლამენტში მაჟორიტარად, იმ პარლამენტშიც კი ვერ მონახავდით და ეს მინდა, აი, კარგად გააცნობიერონ ქოცებმა, რომ თქვენ ის მორალური უპირატესობა, რომელიც გქონდათ რაღაცა პერიოდი ნაციონალური მოძრაობის წინაშე და იძახდით, რომ აბა ნაცი გინდათ, აბა ნაცების დროს ჯობდა, უკვე ძალიან ბევრი რამე ჯობდა მართლაც იმ საშინელ დროს. არავინ იმას არ მისტირის და ის მართლაც საშინელი დრო იყო, მაგრამ ფსკერი გახვრიტა ქართულმა ოცნებამ და ის რაც ჩვენ ნახეთ კიდე ცალკე რომ ოლიმპიური ჩემპიონი იმას ურტყავდა, რა ქვია, და ოპოზიციონერ დეპუტატს, მსგავსი არაფერი ჩვენ საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გვინახავს და ბარემ ამ თემის გაგრძელება და ამასაც ვიტყვი რომ ესე იგი კონსტიტუციურ სასამართლოში შევიტანეთ ეს კანონი მეწარმეებს რომ ეკრძალებათ თავისი აზრის გამოთქმა. და იყო ესეთი რაღაცა ბოლო პერიოდის მოვლენების დროს ოპოზიციონერი გარკვეული წარმომადგენლები რო იძახდნენ რომ აი ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ და ქართულმა ოცნებამ გახადა ეს სასაცილო ჩელიაბინსკში რაღაც კონტექსტში არ ვიცი რა კონტექსტში სხვადასხვა კონტექსტში ითქმება ხოლმე და რაღაც კონტექსტში შეიძლება რაღაც თავისის კონდეს, მაგრამ რა კანონსაც ახლა იღებენ რომ მეწარმეს ეკრძალება პოლიტიკური აქტივობა, ეს წერია კანონში, ეს არა რაღაც განმარტებით. ეს ჩელიაბინსკი კი არ არის, ეს ფხენიანი არის. იმიტომ რომ ჩელიაბინსკში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ რუსეთში ვარ ნამყოფი და კარგად ვიცნობ რუსეთის რეალობასაც, სხვა ავტორიტარული ქვეყნების იმასაც, რა ქვია, რეალობასაც, რუსეთში მსგავსი კანონი არ არის და პუტინს რაიმე მსგავსი არ დააბრალოთ. ეს არის, როდესაც პოლიტიკური აქტივობა საწარმოს მეწარმეს. სხვათა შორის ძალიან ბევრი იურისტი, მაია მწარიაშვილი აქტიურად საუბრობდა და ბევრი იურისტების გამოხმაურება იყო ამ თემაზე. თქვენ უბრალოდ საქმიანად მიუდექით და საკონსტიტუციაში ეს კანონი ეს ჩვენი სარჩელი არ მიიღო, თუმცა არ მიიღო არა შინაარსობრივად, არამედ გარკვეული რაღაცა ტექნიკური დასაბუთებით ამას გავასწორებთ, მაგრამ შავ დღეში არის ახლა საკონსტიტუციო სასამართლო. იმიტომ რომ ამ კანონს თუ არ გააუქმებს დიანა, შეგიძლიათ რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაკეტოთ საერთოდ. რომ ამაზე არაკონსტიტუციური კანონის მოგონება შეუძლებელი არის. ახლა მე ვიყავი იმ 4 წელი იმ პარლამენტში, რომელიც თქვენ გახსოვთ და ჩემი ძირითადი ოპონენტი იყო, რა ვიცი, ბოკერია, იქ ბოკერია წერდა, ჩვენ ვაკრიტიკებდით იმ კანონებს.
ბოკერიას ტვინში მსგავსი საშინელება არ მოხარშულა, შემიძლია თქვა იმ 9 წლის მანძილზე. რომ რა თქმა უნდა მსგავსი რამ რომ მეწარმეებს ატერორებენ და პოლიტიკური პოზიციის გამოხატვას უგრძელავენ, ეს ბევრ ქვეყანაში ხდება, საქართველოშიც ხდებოდა და ხდება, ოღონ ხდება ლევად, ხდება შავად, ხდება გვერდზე გაყვანით, ხდება დაშინებით. ის რომ კანონში ჩაწერონ, რომ მეწარმეს ეკრძალება პოლიტიკური აქტივობა, ეს რა ვიცი, ჩრდილო კორეის გარდა დღეს სოფლიოში ნამდვილად არ არის ალბათ მსგავსი სახელმწიფო და ამაზე უნდა დაფიქრდეს ალბათ ქართული ოცნების მხარდამჭერთა ის არმია ეხლა ეს დაგიბრუნეს ვინაიდან ტექნიკური ხარვეზია აქვს ეს რაღაც დასაბუთება რაღაცა კარგად არ არის გამოკვეთილი ამას გამოვკვეთავთ ეხლა როგორც პარტიამ თუ როგორც მე მიმართე როგორც ფიზიკურმა პირმა ვთქვი რომ მე იმავდროულად ვარ რაღაც სხვადასხვა ზოგ შეპესაში დირექტორიც ვარ და ზოგან პარტნიორიც ვარ და ეს ყველას ნებისმიერ შეიძლება შეეხოს გარდა ამისა აქ დიანა არ არის საერთოდ ოროსანი იურისტის დაწერილია შინაარსთან ერთად პოლიტიკური აქტივობა რას ნიშნავს? კანონი რომელიც ითვალისწინებს სანქციას და დასჯადობას, უნდა ეწეროს რომ ან შემოწირულობის გაკეთება, ან რაღაცა რა ვიცი, რაღაცა ტიპის აქციაზე სიტყვით გამოსვლა. აქტივობა ხო გესმის ახლა შენს რა ტიპის აქტივობა არის ყველაფერი, რასაც ცოცხალი ადამიანი აკეთებს საერთოდ დილიდან საღამომდე. ხელის ჩამორთმევას პოლიტიკურ ლიდერთან ერთად რომელიმეს და ყავის დალევა შეიძლება რაღაცნაირად აქტივობა არის ეგ, ან მაგალითად მიიწვიეს რაღაც, ან დაესწარი რაღაც ღონისძიებას. ამიტომაც ეს რა თქმა უნდა არის, გორდულაძისგან და კირცხალიასგან არ გაგიკვირდება. მათი საჯარო განცხადებები არის ასეთი. საჯაროდ როგორც კომენტირებენ ამ კანონ პროექტს, რომ ესო პერსონალურად კი არ ეკრძალებაო, როგორც კომპანიის წარმომადგენელს, მოკლედ კომპანიის სახელით არ უნდა ქნას, თორე მასო პირადი, აი რაღაც ასეთ ცდილობენ ახსნან საჯარო რიტორიკით დონეზე. ახლა ასე რომ ცდილობენ ვის შევჩილო რუსთაველი მკვდარი არისო, საკონსტიტუციო სასამართლო რო იყოს ამ ქვეყანაში, ამ კანონს უბრალოდ კი არ გააუქმებდა, კირცხალიას და გორდულაძეს მიიყვანდა და თავზე დაახევდა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, შინაარსთან ერთად ფორმას ვერ უძლებს. ეგ შიგნით უნდა ეწეროს თუ მაგას გულისხმობენ. როგორც იურიდიულმა პირმა, აბა რა ტიპის აქტივობა შეიძლება გააკეთოს, მოდი დავფიქრდეთ. იურიდიულმა პირმა ერთადერთი აქტივობა შეიძლება გააკეთოს, მაშინ რომ ფული გადაურიცხოს. ეს ისედაც აკრძალულია სხვა კანონში, იყო ადრე სხვა შორის მინდა ვთქვა, რომ იმ შაუბნელ სისხლიან 9 წელიწადში იყო ნებადართული და ეხა აკრძალული არის იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიისათვის შემოწირულობის გაკეთება. ეგ უკვე სხვა კანონით აკრძალეს და სხვა რა ტიპის აქტივობა შეიძლება გააკეთოს მაგალითად ნებისმიერმა შეპესემ გარდა იმისა, რომ მისმა დირექტორმა ან მისმა რომელიმე სხვა წარმომადგენელმა აზრი გამოხატოს. მეტი რა თუ არის მაგალითად აი წარმოვიდგინოთ კაფე არის, რომელიც ან საცხობი არის. რამე რავი 5-იან ნიშნით ან რაღაც 4-იან ნიშნით უნდა გამოაცხოს. ყველა მეხუთე ლობიანი იქნება. უფასო არ ყველა 51. ეს არის ეს ქართული ოცნების უკვე მთელ რიგ აქტივობებს რაღაცა სიგიჟის ნიშნები ეტყობა და მე მინდა მიმართო ივანიშვილსაც ან არ ვიცი მის გარემოცვაში თუ დარჩა ვინმე ზოგი ამბობს რომ მეუღლე ყავს რაციონალური და მას მინდა მიმართო. სამარე სითხრით ეხლა რასაც აკეთებს და რატო? ნაციონალურ მოძრაობას დღემდე რომ აყვედრიან, დღემდე რომ ისჯებიან, დღემდე რომ პანღურებს არ ტყავენ სადღაც, სადაც მათ მიერ დასჯილი ხალხი შეხვდებათ ხოლმე, ხო? რატო ხდება ეს? ეს ადამიანები იხდიან იმის ფასს, რაც უკვე გავიდა რამდენი წელიწადი გავიდა 2012-მდე, იმ 9 წლის მანძილზე რაც ჩაიდინეს. ზოგიერთ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ეხანდელი ვინც არიან ლიდერები არც არაფერი შეხება არ ქონდა იმ რეპრესიებში, მაგრამ 2006-ში და 2007-ში და 2008-ში რაც ჩაიძინეს, იმის ფასს დღესაც იხდიან. და თქვენ თუ დაფიქრებულ ხართ ივანიშვილს მინდა მიმართო და მის ოჯახს და მის უახლოეს გარემოცვას, რომ ამ 14 წლის ფასის გადახდა რამდენ ხანს მოგიწევს. ამაზე დაფიქრდით უბრალოდ რომ ნაციონალურ მოძრაობამ პასუხი კიდე აგო ძალიან რბილად რიგი მიზეზების გამო, მაგრამ დაუждდა ეს საპატიმროების ზოგს ძალიან დიდი ბილი ძალიან ბევრი ვთქვით მაღალი თანამდებობის პირი იმ დროს სააკაშვილი ახლა საპატიმროშია საპატიმროები დაუждდა და რამდენი ახლა განმეორებით პატიმრობებში შენ განსაკუთრებით პირველ რამდენი პანღური დაუждდათ პირველ წლებში ახლა როდესაც ხალხი ქუჩაში როგორ ექცეოდა მათ და რაც თავარია დაუждდათ პოლიტიკური ფასი რომ დღემდე ყველა ეუბნე ქართული ოცნებისთვის მე ვფიქრობ რომ ეს რაღაცა საშინელი დღე იქნება მათთვის ხელისუფლების დასასრული თუ ამ ნოტაზე წავიდნენ ისინი როგორ ნოტაზეც დღეს არიან იმიტომ რომ ეს რეალურად ეხლა რასაც ქართული ოცნება აკეთებს ეს აღარ არის ავტორიტარული რეჟიმი ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია და აი როგორც ტერორისტულ ორგანიზაციებს ასამართლებენ ისე ტერორისტულ ორგანიზაციასთან გათანაბრებული ორგანიზაციის სტატუსით მოქმედებენ და ამისი ფასის გადახდა მოგიწევთ ძვირფასებო ზოგს გონია აი ხა სააკაშვილის წერილებს რო კითხულობ ხო ვითომ რო არ ესმის და რო იძახის რომ მე ბათუმი ხო ავაშენე და რას მერჩით და რატომ ჯით ასე არ ვიცი ვერ ხვდება თუ თავს ისულელოს ბათუმი ნამდვილად დააშენა და არაჩვეულებრივი არის რაც ბათუმში გაკეთდა მაგრამ ნუ ისიც რეალობა იყო ხო გირგვლიანით 7 ნოემბერიც და 26 მაისიც.
და ქართულმა ოცნებამ უკვე დიდი ხანი არის გადააჭარბა სააკაშვილს, რაც არ დასიზმრებია, ისეთ კანონებს იღებენ. Facebook-ის პოსტების გამო, ლაიკების გამო 4000 ლარიანი ჯარიმებით აჯარიმებენ ხალხს. 500 ლარიანი ჯარიმით ვარ დაჯარიმებული გირგვლიანის სასამართლოზე, სააპელიაციო სასამართლოს მოსამართლეს ვაგინეს სახეში და 500 ლარით დამაჯარიმეს ამის გამო. და 4000 ლარი არის ეხლა რომ რაღაცას ჯერ კიდე დიდი მადლობა რომ იმის გამო გვაჯარიმებ რომ ვალაიკებს და მე შეიძლება იმის გამო დაგვაჯარიმო რომ რაღაცას არ ვალაიკებთ ისეც რაც დასალაიკებელი არის და სიგიჟის ნიშნები არის ეს უკვე რაც ლიდერების საქმეზეც მინდოდა მეკითხა კახა როგორ უყურებ პროცესს რომელიც ეხლა ინტენსიურად მიდის და მისი ფიგურანტებიც და ადვოკატებიც არ გამორიცხავენ რომ მორიგი პატიმრობით დასრულდეს ეს არის საბოტაჟის საქმე როგორც ბრალდება უწოდებს. კი ბატონო, ესეც იგივეს ვიტყვი მე რომ სტანდარტი უნდა იყოს ერთი და იგივე და ბიზნა ივანიშვილმა უნდა იცოდეს და მისმა უახლოესმა გარემოცმა პირველ რიგში მისმა ოჯახმა რომ რა სტანდარტითაც თქვენ უდგებით დღეს თქვენი პოლიტიკური ოპონენტების გასამართლებას და თქვენ ამ სტანდარტს ქვევით წერთ, ხო? კანონები თქვენ სასარგებლოდ შეცვალეთ, წესებებები თვლით რომ რაღაცა მინიმალური არის საჭირო და ვიღაცა პოლიციის მოწმეები მოგყავთ რომელიც ყველაფერზე ხელს აწერენ. გაითვალისწინეთ რომ ეს არის თქვენი თავისთვის გამოგდა განჩენი რომ ამ სტანდარტით გაგასამართლებენ თქვენ. გაწყობთ ეს. რომ საქართველოში იყო ესეთი დაუწერელი კანონი მართალია ეს არასდროს კანონში არ ეწერა, მაგრამ პოლიტიკური ლიდერების გასამართლება თუ ახლა რაღაც არ არის კონკრეტული ძალადობრივი დანაშაული, ახლა კაცი თუ არ მოკლა და პოლიტიკისგან მიღმა, იყო ამ ქვეყანაში ჩამოყალიბებული იმუნიტეტი. შევარდნაძიდან დაწყებული და მერე ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ. და ამ სტანდარტის დაწევა, რომ თქვენ ამბობთ, რომ აი მე უბრალოდ საბრთაოს პოლიციიდან მოვიყვან ორ ყალბ მოწმე პოლიციელს, ვათქმევინებ რომ იქ იმან რა ქვია ზურა ჯაფარიძემ რაღაცა თქვა. ტარბი აწია იმან გაიღიმა იმან და გაწყობთ ეს? აი მიმართა უბრალოდ თუ უყურებს ბიზნა ივანიშვილი ან აყურებინეთ ფილმები. ეს თქვენ არ გაწყობთ. კობახიძე რომ ამას გიჩალიჩებთ, მე ვთქვი ერთხელ ამ სტუდიაში სხვა გადაცემაში ვიყავი. კობახიძისთვის ფსონები ბატონო ბიზნა ივანიშვილო არის სხვა. ჩვენ ვიცით ყოფილი მინისტრებს რას უშვებიან. დაიჭერენ 1-2 თვით, მისცემენ ჩვენებას, გადაიხდიან 1-2 მილიონს, ვიღაცას დაადებენ ხელს და გამოუშვებენ გარეთ. პირველი პირებისთვის სტანდარტი არის სხვა და ხედავთ რომ სააკაშვილზე არ გავრცელდა ხო ის სტანდარტი სხვა ასე ვთქვათ ნაცები როგორც გადაპორტირდნენ კონცეფტში ხო? ხედავთ რა დღეშიც არის და შეიძლება ეს დღე მოსანატრებელი გაუხდეს ქართულ ოცნებას. ამიტომაც გაითვალისწინეთ რომ ყველაფერი ის რასაც დღეს თქვენ უკეთებთ პოლიტიკურ ოპონენტებს ეს გაორმაგებულად, გახუთმაგებულად ან გაათმაგებულად თქვენ მოგიბრუნდებათ. და მე არ ვიცი რას პირდებათ კობახიძე და კირცხალია შეიძლება პირდებათ რომ 100 წელი იქნებით ხელისუფლებაში, მაგრამ 100 წელი ვერ იქნებით, ზუსტად არ ვიცით ეს 1 წელი იქნება 3 თუ 5, მაგრამ რამდენ ხანში დამთავრდება ძალიან მწარედ. მადლობა კახა.